შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილის საქართველოში დაბრუნდა მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ხაჩიშვილი რუსთავში საკუთარ სახლში არ იმყოფება და ოჯახი ამ თემაზე არ საუბრობს. ყოფილ ძალოვანს უკვე ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც აცხადებს, რომ ხაჩიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების განზრახვა არ აქვს. თემურ ხაჩიშვილი 90-იანი წლების დასაწყისში უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებით ბრალდებით მათ 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, შემდეგ კი შეწყალებით გათავისუფლდა. ხაჩიშვილს ბრალად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გიორგი ჭანდურიას მკვლელობა ეძებოდა. 2004 წელს თემურ ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარება შენახვის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მათ საქართველოს დატოვა. როგორც მე ვიცი, ჯერ არ აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, ამ პოლიტიკაში საერთოდ მე მოღვაწეობის გაგრძელებას, ამიტომ არანაირი განცხადებები მას არ გაუკეთებია. კმაყოფილია იმითი, რომ დღეს არ არის ტერორი ადამიანების, უდანაშაულო ადამიანების დევნა არ ხდებაო და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, მაინც უგრძნობდიო, რომ აქ არ იყო უსაფრთხო გარემო, რომ შეიძლებოდა ადამიანი ჩამოსულიყო და პროგნოზირებადი არ იყო გარემო და დღეს ეს გარემო არის პროგნოზირებადი და ამიტომ ჩამოვედიო.